წმინდა თეოდორე სტუდიელი. პირველსა კვირიაკესა წმინდათა მარხვათასა, რათა გამოვზარდოთ სული ხედვისა მიერ სულიერთა მცნებათასა. ძმანო და მამანო, ვინაიდან ყოველი დასაბამი ძნელ არს, დაწყებაცა მარხვისა შეცვალებისათვის ჭამადთასა, სიფიცხესა და სიმყვირტესა შეიქმს, ხოლო მოთმინება და გამოცდილება დააყუდებს და დააწყნარებს. ამისთვის წერილ არს ვითარმეთ, ყოველი სწავლაი დასაბამსა არა არს სიხარული, არამედ მწუხარება, ხოლო უკანასკნელ ნაყოფი მყუდროებისა მის მიერ წურთილთა მათ მოაგის სიმართლე. ამისთვის ჩვენცა ღირს ქმნულნი გარდახდათ პირველსა შვიდეულსა მარხვათასა, შემდგომითი შემდგომად უგულისმოდგინეს ვიქმნეთ გამოცდილებისა მიერ. გულისხმავ ყოთ რამე თუ გულს მოდგინება განამხნობს სულსა და ხორცდა, მძიმესა მსუბუქს ყოფს და ძნელსა ადვილ, ვითარცა დახსნილება მსუბუქსა მძიმე ყოფს და ადვილსა ძნელ. არა ვიტყვით თუ უაღრეს ძალისა ჩვენისა განვაგრძობდეთ მოღვაწებათა, არამედ სულიერისა მის სიმრთელისა თანა დავიცვათ სიმრთელეცა ხორცდა. რამე თუ რაი სარგებელ არს დასაბამსა ფრიად სვლა და ადრე დაცემა. უფროსღა იყავნ დამარხულ პირველი იგი წესიერება მოღვაწებისა და მხედველი სიგრძისა მიმართ სავანისა. ხოლო ვინაიდან სიგრძე დღისა მოწყინებასა შეიქმს კეთილითა მყუდროებითა და სულიერითა ხედვითა გამოვზარდოთ სულნი ჩვენი და ნუ მსოფლიოთა, რომელთა შინა არს ამაოება და სიბნელე და უბადრუკება და სიწმინდე. არამედ რომელთა შინა არს სიტკბოება და სიხარული, ვითარცა იტყვის მოვიხსენე ღვთისა და ვიხარე. ღვთისა მიმართ მხედველ იყავნ გონება ჩვენი და ზეცისა საკვირველთა მათ სახილველთა, მშვენიერებისა მიმართ სამოთხისა, სავანეთა მიმართ საუკუნეთა, განწყობილისა მიმართ ანგელოზთასა და მერმისა მისთვის მოქალაქეობისა. და თუ სადა არიან სულნი მართალთა და ცოდვილთანი, თუ ვითარ იქმნას გამოჩინება დიდისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსა შინა ვითარცა წერილ არს, ცანი მძაფრიად წარხდეს და წესნი იგი დაიწვნენ და დაზოლენ და ქვეყანა და მას შინა საქმენი დაიწვნენ. და თუ ვითარ ეგების თითოეულსა სულსა მეუღლეთა მათ თვისთა ხორცთა შემოსაი, ანუ ვითარიმე იყოს შესაკრებელი იგი ადამიანისგან ვიდრე აღსასრულადმდე შეკრებული ერი მრავალი, რაბამ საშინენ იყოს და უფრო ის მზისა ბრწყინვალე დიდებული იგი პირი ქრისტესი, ვითარმე გვესმას ხმა მისი, ანუ რაიმე იყოს უკანასკნელი განჩინებაი, რაჟამს მართალნი წარიყვანენ სასუფეველსა ცათასა, ხოლო ცოდვილნი წარისხნენ სატანჯველად საუკუნოდ. ვითარიმე გლოვა იყოს და ტირილი, რაჟამს იგი განიყვნენ ურთიერთარს, მამა შვილისგან და ძმა ძმისგან, მეგობარი მეგობრისგან და მეცნიერნი თანამეცნიერთაგან და წარისხმოდენ ანგელოზთა მრისხანეთა მიერ, რომელნიმე ბნელად გარესკნელად, რომელნიმე ცეცხლად უშრეტად, რომელნიმე ტარტაროსად განუნათლებლად და მიეცემოდნენ სატანჯველთა დაუსრულებელთა, მატლსა დაუძინებელსა და ღრჭენასა კბილთასა, სადა იგი არს ტირილი და გოდება და ვაება მიუთხრობელი და თითოეულმან დაიმკვიდროს სატანჯველი მსგავსად საქმეთა თვისთა, ვითარცა ექმნათ სოფელსა ამას შინა. შევიშინოთ ჟამისა მისგან და დღისა
და ვიღვაწოთ ყოველთავე მსგავსად ძალისა, რათა არ ამივეცნეთ სატანჯველთა მათ დაუსრულებელთა, არამედ ღირს ვიქმნეთ, რათა დავიმკვიდრნეთ კეთილნიგი საუკუნენი. ესე ვითართათვის ჯერ არ ჩვენ და ძმანო ზრუნვა და გოდება და ამათ შინა ქცევა და წურთა, ვითარცა გარეშე სოფლისა მყოფთა, რომელთა მოქალაქეობა ცათაშინა არს და არა გვაქვს ზიარება მათთანა, რომელნი იგი ხორციელად ცხონდებიან. რამე თუ ამათ საღმრთოთა გულის რახვათა შინა არს სინანული და ცრემლი და განათლება გონებისა და საწუთოსაა მის ცხოვრებისა მშვიდობით აღსრულება და საუკუნეთა მათ კეთილთა მიმთხვევა ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმიდით ურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.